დღესასწაულებზე ძალიან ბევრი კაცისგან მსმენია, რომ სტუმარს რა ჯობია, რა მაგარი რაღაც არის და ღმერთმა ნუ გამოლიოს ჩემს სახლში სტუმარი და ამ დროს სულ ენის წვერზე მიტრიალებს ფრაზა, რომ ვის ხარჯზე იღებთ და ისტუმრებთ ამ ხალხს. ეს ყველაფერი ხომ ჩვენს სერზე გადადის, ქალების. ანუ სტუმრის მოსვლა, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალი უნდა დატრიალდეს, გააწყოს სუფრა, შემდეგ პარალელურ რეჟიმში მიხედოს ბავშვებს, სახლზე იზრუნოს, როდესაც სტუმარი წავა თუ დარჩება, მისი ღამის გათების ცერემონიები კიდე ცალკე ძალისხმევას მოითხოვს, სუფრა უნდა აალაგოს და მოკლედ ეს ყველაფერი შემდეგ იწვევს ამ ქალის იმდენად არანორმალურ გადაღლას, რომ მე მართლა ვერ ხვდები, როგორ უძლებენ ის ქალები, რომელთა ოჯახში სტუმრები არ ილევა, აი ასეთ სტუმრიანობას. და ძალიანაც კარგია ეს სტუმრიანობა, ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ყველა წევრი თანაბრად იზიარებს პასუხისმგებლობას და არა მაშინ, როდესაც კაცი მოიტანს რაღაც ხორაკს ბაზრიდან, დაახლოვებს მაგიდაზე და გამოაცხადებს, რომ მისი ფუნქცია და როლი ამით ამ საქმიანობით უკვე ამოიწურა და მას აღარაფერი აღარ ევალება სხვა. დიდი ბოდიში ნურას უკაცრავად.